ვინც ბაზარზე არის შემოსული 1 წლის წინ, 2 წლის წინ, ფაქტობრივად მათ პორტფელებს პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ, თუნდაც ბიტკოინის კუთხით რომ შევხედოთ, რამოდენიმე ალტკოინის კუთხით, ერთ-ერთი ალტკოინი, რომელიც კატასტროფულად გამოიყურება, არის ეთერიუმი და ეთერიუმი ამ ციკლის მერე თუ არ გააგრძელებს აღმასვლას, სავარაუდოდ შემდეგ ციკლში სოლანასაც იგივე ელოდება და ზოგადად ალტკოინებს და თავიდან ბოლომდე ალტკოინებს ექნებათ რაღაცები გადასაფასებელი და შეიძლება პრინციპში ალტკოინების ცალკე ხანა დამთავრდეს და სხვანაირად მოხდეს პროექტებში ფულის შესვლა და პროექტებმა უშუალოდ პრობლემა მოაგვარონ და სიტუაციაზე ფანდრაიზინგი შეიძლება გააკეთონ ბიტკოინით ან რამე პრინციპში ბიტკოინით. ესეც შეიძლება მოხდეს და ამ კუთხითაც ფრთხილად ვიქნებოდი, თუმცა smart კონტრაქტების ასე ვთქვათ, ერა არ არის დასრულებული, საინტერესო კონცეფტია.